სალამი. მოგესალმებით. თქვენ არ ვიცი ფრაგმენტები ნახეთ, მე მთლიანად ვიდეო ნახე, პირველი გაფართოებული თათბირისა ამერიკის მთავრობის, რომელსაც ტრამპი უძღვებოდა და დასაწყისი იყო საინტერესო. ფრიად. ლოცვა წარმოთქვა კაბინეტის ერთ-ერთმა წევრმა, ეს არის მღვდელი. გამარტივებული ლოცვა იყო. იქ ახსენეს რომ მადლობა ღმერთო რომ ტრამპი მოგვივლინე, მოგვეცი ძალა და ასე შემდეგ. და ამ თათბირის ასე დაწყებამ საინტერესო საუბრები გამოიწვია საქართველოში მათ შორის. მოდი დავიწყოთ ამას საუბარი თქო. ესე იგი, ალბათ აქ სიმპტომატური რაც არის და რაც ჩვენ უნდა განვიხილოთ აუცილებლად არის როგორი დამახინჯებული ამერიკა ვიცოდით ჩვენ. და ამაში ალბათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მიშა სააკაშვილმა, იმიტომ რომ მიშა სააკაშვილს ჰქონდა თითქოს ლიბერალური დემოკრატია მოცემული, არადა რეალურად საბჭოთა კავშირზე უფრო საბჭოთა კავშირში ცხოვრებ ხალხზე უფრო უარესი წარმოდგენა ჰქონდა მიშას ახალ ქართველს გარე სამყაროზე, ვიდრე ეს იყო საბჭოთა კავშირში. მიშამ რა მოიტანა? ამერიკა არის უკიდურეს თავისუფლება ყველაფერი. არა, მიშამ რა მოიტანა? უკიდურეს თავისუფლება არის ამერიკა, ევროპა და ამერიკა არის დაახლოებით ერთი რაღაცა ევროატლანტიკური სტრუქტურები. ხო, არა და ამერიკა არის კონსერვატიზმი, რაც ვიცით, მთლიანად ეგ და ეს ვოუკ კულტურა სრულიად ახალი ნარატივია. ევროპა არის სოციალური და ვთქვათ ეს კულტურული მარქსიზმი, ანუ შრომითი უფლებები განსაკუთრებით. იქით რაღაცა სინგაპურზე შემოგთავაზა, რომ ეს სინგაპური არის სრულად დერეგულაცია, არა და პირიქით სინგაპური არის მარტო სახელმწიფოს ჩართულობა განსაკუთრებით. ანუ ყველაზე დამახინჯებული წარმოდგენა ჰქონდა გარე სამყაროზე. რა მიშას პერიოდში, აი კოლონიალისტური, რასაც ქვია და რეალურად ეს იმის ეს არის, რა ვქვია, ილუსტრაცია, ეხლა შენ რაც ილაპარაკე ეს ლოცვა, რომ წმინდად ამერიკული კულტურის ნაწილია. ჩვენზე ბევრად მორწმუნეები ანუ მორწმუნეობაში რას გულისხმობ? ისინი ყოველდღიურ ამ სოციალურ პრაქტიკაში რიტუალების საკითხში ბევრად უფრო ჩართულები არიან. ანუ მიხვდი რას ვამბობ, აი მე გამახსენდა ბაჩო მომიყვა ერთხელ თავის ვენეციის ამბავ, ვენეციის კინოფესტივალზე, როგორ რაღაც ამერიკელი წვილი შემხვდაო რა და რაღაცა მოყვა ისეთი ჩოკნუტი ამბავი, მარა ეს არ არის გამორჩეული რა, ეს ჩვეულებრივი ამბავია იმათთვის რა. აბა მოყევი. არჩევ ვენეციაში მივდივარ მასე ჩვენებაზე და სანამ აქ მივიდოდ მანამდე სასაუზმედ გავჩერდი და ნუ იქ წინ ვიღაც წვილი დაჯდა რომ მარტო ვიჭექ და მე ვიღაც წვილი დაჯდა. ნუ დიდად არ მივიქცეო ყურადღება, მე წამოვედი, მე ნახე ფილმი გამოვედი და ნუ ის მომენტი არის უკვე როცა უნდა რეკრეაციით დაკავდე რა. შევედი ტაძარში. დავდივარ ტაძარში, ვათვალიერებ თქმების სილამაზე. უცებ უკიდნელ მადევს ვიღაცა ხელს. და ჩვენო დღეს უკვე შევხვდითო სასაუზმეში. გაუღიმე გასაგებია. ხო, ნუ გაიჩნდა ეს ყური სახზე არ მოხდა, მაგრამ გასაგებია რომ ესნე გაუღიმე. რაღაცა საინახა რაღაცა, მეთქი ჯორჯია. ამერიკან ჯორჯია, მეთქი არა რიპაბლიკ ოფ ჯორჯია. ჩვენო ტეხასიდან ვართო. მეთქი ასე ახალშეუღლებული ჰანიმუნზე ვართ. ხო. თაფლობის თვევა ხო, აქცო წაახო წამოვედითო. შენაზე ხარო მეთქი ფესტივალი, რა ფესტივალია, მეთქი კინოფესტივალი. არც იცოდნენ. ისი კინოფესტივალი არის, ნუ მეთქი აზე არ არის. თუ ვენეცია იცოდნენ, რომ თქვა რომელ ქვეყანაში არის? არა, ხო, ეგ იცოდნენ, მაგრამ ვენეცია ჩამოვიდნენ, რომ просто ლამაზი ქალაქით დავთქმარიყვნენ და ტიპური ამერიკელები. ხო, რასაკურველია, ნუ ტეხასელები. ტეხასელი. მაქსიმუმ 22 წლისები რა. ძალიან კარგი სიუჟეტი ამერიკელი წვილი ევროპაში. დიდი სიუჟეტი. ხო და ეს მეკითხება რომ ამ წამსო, მეთქი კითხო და ამ საქართველოში როგორ არის წმენის საკითხი, მეთქი აბსოლუტურ უმრავლესობას წამს თქვა რაღაცა, მაგრამ გაუსწორდა რა კაიოდ რაღაცა. ჩვენც ხო ოჯახი და რაღაცა წამსო, ჩვენთანაც ქალაქში ეგრე არისო, მე და ჩემი ცოლიც მორწმუნეები ვართო სულ ისევ და ნუ გარშ რაღაც ბაზარი და ნუ უკვე twini მე გამებურღა რა, გავლა მინდა. არჩევ, ერთი თხოვნა მაქვს. აუ მეთქი ხა რა მე ის არ თხოვს რა ხო ხდება. ხო და არჩევ შეიძლება რომ შენთვის ვილოცო და მეთქი ბაზარი არ არის თქო რა მაგაზე კაითხონა რა უნდა მიიღო ხო? ო ნან შენს ვილოცოზე კი ბატონოზე ფიქრობ რომ ალბათ როცა წავა და სახში როცა ლოცვის დრო მოუნდება ბიჭო კიდე ერთხელ ესე დამადო ხელი ჩაქიბა ესე თავი და დაიწყო ბუტბუტი ო მესმის რომ ლოცულობს ჩემს ახალს ამბობს
ღერც მიმართავს, რომ არჩი მეტი დრო მიეციო თავისუფალი ოჯახთან გასატარებლათო, საქმიანობაშიო წარმატებებიო, თავის ქვეყანას უკეთესად გამოადგეს რაღაცა ბიჭო გავარდა, ანუ მეთქი რა ხდება ეხლა ჩემ თავს რა და აქეთ ეს ცოლი შეყურებს როგორი სიამაყით, იცი რომ აი რა მაგარი რაღაც ხდება მიწოს. ხო, ანუ უყურე რა არის, ეგ არის რეგულარული ამერიკელი. ჩრდილოეთის, მაგრამ სამხრეთის უბრალოდ ანუ ეგეთია სტანდარტული ამერიკელი რა ანუ ამერიკაში კულტურულად ყველაზე მისაღები რაღაცა არის ეგ რომ შეღმერთის გწავს იმიტომ რომ უყურე ისიც კი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის კაპიტალისტურ ამერიკაში და ეს არის ფული იმ ფულზეც კი ინგადვი ტრასტ არის ამოტვიფრული ხო და ნუ ყველა პრეზიდენტის ვალდებულება არის რომ ყველა საჯარო მიმართო დაამთავროს იმის რომ ეფარავდეს ამერიკას ამიტომ ეგ საერთოდ არ არის გასაკვირი საერთოდ არ არის უცნაური საერთოდ არ არის ამერიკის შექმნის ისტორიას რო გადავხედოთ ეს არის ქვეყანა სადაც ჩავიდნენ ევროპიდან დევნილი მათ შორის რა თქმა უნდა რელიგიური მიზეზით დევნილი ადამიანები პილიგრიმები ასევე პროტესტანტული ეთიკა რომელიც ზუსტად იმას გულისხმობს რომ ღმერთის სახელით გამდიდრდე ხო თუ მდიდარი ხარ დოქტრინა ესეთი რომ ღმერთს უყვარხარ ესე იგი და რა თქმა უნდა ღმერთი მონაწილეობს ამერიკაში როგორც ამერიკელებს სამყაროში და რაც სიგიზეა თვითონ კაპიტალიზმის თქვა აი მიმართულება ვებერენული ერთ-ერთი ყველაზე კარგი ახსნა ალბათ კაპიტალისტური თქვა ეს სული და პროტესტანტული ეთიკა რას ნიშნავდა რა რომ პროტესტანტული რომელიც ყველაზე მთავარი ეს ამერიკაში მოხდა ხო ამის თქვათ განსხეულება რომ რას ნიშნავდა ბაჭო აი ამ შემთხვევაში კათოლიციზმის მიმართება იყო რომ ის ანსხვავებდა ადამიანებს საეროს და სასულიეროს მაგალითად და ამის პრობლემა იცი რა იყო რომ ჩვენ ვიღებდით იმ პერიოდში კლასობრივ საზოგადოებას რომელიც იყო და ეს იერარქია კლასებს შორის ძართულდებოდა დიდგვაროვნები და ასე შემდეგ და კაპიტალიზმს ეს არ ჭირდება და კაპიტალიზმში ყველა თანასწორია, იმიტომ რომ ფულის შოვნა ყველა შეუძლია დიდარი კლასი გახდეს და ამან პროტესტანტულმა ეთიკამ დაუდო ამ კაპიტალიზმის შესაძლებლობა და ჩვენ მოგვაწოდეს სრულიად განსხვავებულად ხო ლიბერალური დებილური ულტრალიბერალური მიდგომა ირაკლი პავლენიშვილზე რომ გადავიდეთ აქედან ხო აი ეს იქნება გამართლებული ვინ არის ეგ აი ნახავ ახლა გავუშვით პირველ რიგში სერიოზული კაცი და როცა ვსაუბრობთ ივანიშვილი ახდენს დიქტატურის კონსოლიდაციას ის ამბობდა არ ჩამონიშნავს და არც ეთყობა რომ რაღაც უახლოეს დღეებში აპირებს არჩევნების ჩანიშვნას ამბობს ორიენტირებული უნდა ვიყოთ ამ სისტემის დემონტაჟზე იმიტომ რომ თუნდაც არჩევნების ჩატარების თანხმობის შემთხვევაში იმ პუნქტების რეალურად ეფექტურობას განსაზღვრავს ის დათმობს თუ არა ძალაუფლებას ივანიშვილი იმიტომ რომ თუ სუსი ისე იქნება ივანიშვილის განკარგულებაში, თუ ძალოვანი სტრუქტურები იქნება მის განკარგულებაში, თუ ეს სისტემა მახინჯი დარჩა, არჩევნებს აზრი არ აქვს. ხო, თუ თავდებით იმაზე მარჩევნებს ამათი სურვილი ისევ იგივე ნარატივი რომ არის სახელმწიფოს ჩამოშლა, ხო? არა, ისევ იგივე ნარატივი რომ ბიძინა ივანიშვილმა მოგცეს შესაძლებლობა რომ მოვიგოთ. ხო, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ჩვენს ახლა უნდა ავდგეთ ერთად ან ცალკე, მაგრამ დროის რაღაც ერთ მონაკვეთში და გავიდეთ უბრალოდ. იმიტომ რომ კიდე მოგვიგებენ ახლა არჩევნები რო იყოს. ყველა ჯერზე მოგვიგებენ და ცესკო რა თქმა უნდა დაიშალოს ქვეყანა მარტივმამრავლებად გაჩერდეს და მაშინ არჩევნები რაღაც საჭირო პირდაპირ ამათმა რომ მოიგონ. ოღონდ ვინ? აი პავლენიშვილმა ვისაც ეს აქვს ნათქვამი გიგი უგულავა პირველი გახდეს ჭიაბერაშვილი მიშა სააკაშვილი ყველა რა ხო ამასობაში იზრდება არჩევნებს ითხოვდე ერთია და მაგის გჯეროდეს რომ აი არჩევნები ხელახალი არჩევნები თუ დაინიშნა იქ მივახცევ წარმატებას მაგრამ თან საუბრობთ რომ ამ არჩევნს უნდა გქონდეს კონკრეტული დათქმა სადაც თუ ეს არჩევნები ჩატარდება მერე ჩვენ გვაქვს პუნქტები რომლის ეფექტურად აღსრულების შემთხვევაშიც გამოჩნდება დაითმობა თუ არა ძალაუფლება არა არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ჯერ ეს პუნქტები უნდა აღსრულდეს არა ამან თქვა რომ არჩევნების ეფექტურობაო გამოიწვება არ უნდა არჩევნები ამ სუსის ამ თავრობის ამ ცესკოს პირობებში და უნდა რაღაც ძალაუფლება არა უბრალოდ თუ ესენი ქუჩიდან გვარყევენ და ვერ შეგვარყიეს, უნდა რომ ერთჩვენიერ დღეს ჩვენ მოგვინდეს წასვლა უბრალოდ და ქვეყნის ჩუქება უგრევოთ. ხო, ქვეყნის ჩუქება ამათვის, მაგრამ მანდაც უკვე დაპირისპირება აი კუტაბიჭი, მაგალითად სალომეს აკრიტიკებს, აი გაუშვით ცოტე კობერიც.
რაც შეეხება გზავნილებს. რავი ხარ ვარ დაგიმონო, ჩემთვის ცოტა უფრო მეტად საახალწლო სურვილებს გავს ვიდრე რაღაცნაირი გეგმას. ჩემთვის გეგმასა და სურვილებს შორის თავარი განსხვავება არის, როცა საკითხი დგება ესე, როგორ ჩვენ რაღაც ვემზადებით არჩევნებისთვის, როგორ ვიღებთ ამ არჩევნებს. თავარი კითხვა რაც ცხადია, ჩანს და ეხლა აღარც ენის მოჩლექვის დრო აღარ არის, ახაც გაპრაჭის. თვეებია უკვე ხალხი ქუჩაში დგას და ქუჩაში დგომ ხალხს კარგი გულს მოსამხანი სალამუნო სიტყვები უთხრათ, ეხლა ეგ არ გონია მე უკვე გამოსავალი. აბსოლუტურად გაუგებარია რა უნდათ ამ ქალისგან. ეს ქალი რაც წარმოადგენს და ის თავი აქვს ეგ ამ ქალისგან რა უნდა, იმიტომ რომ ამ ქალისგან თვითონვე, უყურე ამ ქალს ჯერ თვითონვე საჯაროდ მიუტევეს, იმიტომ რომ მანამდე რაც ბიჭო, ეხლა რო შეიწყალოს მიშა. რასაც ლანძღავდნენ მანამდე, ეგ ყველაფერი უკან წაიღეს, თქვენს რომ აი თურმე სად არის ქართული დემოკრატიის გზა. კი ბატონო. მასზე დაამყარეს ძალიან დიდი მოლოდინები, თქვენს რომ აი ხა ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური. კი, ამავე გაუყვალოს ეს იქნება პრეზიდენტი. ეს არ დავატოვებინებთ მას სასახლეს და არ ვაღიარებთ სახელმწიფო არქიტექტურას გარდა პრეზიდენტის. მოცემულ მომენტში რა უნდა. ნახეს რომ სალომე რა წამს სასახლიდან გამოვიდა, განულდა. მანამდეც რაღაც ის ჰქონდა თქო ონტოლოგიური ტვირთს ატარებდა თქო ვერ გეტყვი, მაგრამ მანამდე ხო რა მეტ შეხვედრას ატარებდა, მეტად ჯაშუშობდა, მეტად დარბოდა, მეტად მე შემიძლია პირდაპირ გითხრა რომ სალომე აკეთებს ყველაფერს და იმაზე მეც რას მისი გაბარიტების მქონე ადამიანს სულიერს შეუძლია. მეცაც აკეთებს. მეც ვერაფერს ვერ გააკეთებ. იმიტომ ამათ ყოველთვის სხვისი ხელით უნდათ რომ გააკეთონ რევოლუციას, სხვისი ხელით უნდა გააკეთონ აქციას, სხვისი ხელით უნდა გააკეთონ. მათ შორის არჩევნების ხელახალი, მათ მოსაწონ კრიტერიუმები. ესე ჩვენ უნდა გავაკეთოთ. არჩევნები ჩვენ უნდა წავაგოთ. და ეს არ დაგვაუწყდეს, როდესაც ლაპარაკობ ჩვენ ამ რადიკალურ ოპოზიციაზე და აგენტურაზე, შიდა აგენტურაზე, ამ გაყიდულ ელიტაზე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ელიტის, ამ ოპოზიციის ლეგიტიმაციის წყარო მხოლოდ და მხოლოდ არის გარედან და არა შიგნიდან. ანუ ჩვენ გვიპირისპირდებოდნენ, იმიტომ რომ თქვენ დასავლურ გზას გადაუხვიეთ. არა და რა დასავლურ გზასაც ეგენი გულისხმობენ, ტრამპმა გადაუხვია თუ გადაუხვია. ოღონდ ეგ დასავლური გზა არ არის. მე პირადად აქვს სალომე ზურაბაშვილს ჩემთვის ნათქვა, მე არ მეყვარს ეს შიდა საუბრების, პირად საუბრებს რამე მხრივ კომპრომატად გამოყენება, მაგრამ პირადად აქვს ნათქვამი და შემდეგ საჯაროდაც ტრამპი არის მისთვის ერთ-ერთი ფავორიტი, ის რა ქვია, პრეზიდენტი და ნუ აი პოლიტიკოსი რა, კი რო შეხვდა და ნუ აი ყველაზე საინტერესო ტიპია. და ძალიან დიდ პატივს ემდა. ეხლა მაინტერესებს სალომე ზურაბაშვილის პოზიცია რა იქნება, რომ სად არის ჭეშმარიტება ზელენსკის თუ სალომე ლავროვზეც იგივე საუბრობდა, მაგრამ ეხლა კი აღარ იტყვის. შენ იცი რა შვები ეხლა ბოლო რამოდენიმე გადაცემა უხერხულ კითხვებს სვავ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არათანმიმდევრობაში იჭერ, თავიდან ბოლომდე გიჟები არიან ისინი. და გინდა რომ რაღაცა მოაქციო რაღაც ერთი მდგენელის ქვეშ გაერთიანო. და რა პასუხი ექნებათ? მაგალითად ჟურნალისტებმა რო დაუსვამ პასუხი კითხვა რომ ტრამპი რასაც ამბობს. ხო. ეს რომ ზელენსკი არის დამნაშავე, ილონ მასკი რასაც ამბობს. სხვა შორის შვილმა დატვიტა, ხო? X-ზე დაწერა რომ პირველი შოკის მომგვრელი იქნებაო, ხო? ნაცი მედია დაკავებულიო. ნაც მედია რაღაცას ვისაც დაიჭერენ ხო ეგ იქნებაო ბრეიკ ზელენსკიზე ამბობდნენ ხუმრობენ რომ არ ჩამოვიდეს ამერიკაში თორე დაიჭერა. კარგი. მე უბრალოდ ის თქვა მინდა იცი რომ ნაც მედია აი ეს ბაბლი ბოდიში რას ჩენაბ ანუ არ ჩამოვიდეს თორე დაიჭერა. ესე იგი ჩვენ ლაპარაკ ადრე ხო ყველას თავში ეგაზრი არსებობდა რომ ზელენსკის ბოლო თუ რაღაც ისე შეექმნა თავშესაფარი ამერიკაში ექნება და ან დასაჭერად. კი ბატონო, ნუ ეგ ესეთი ინფორმაცია ნახევრად ხუმრობით ნათქვამი რა. ხო და მე იმას კარტელებს რო იარაღს ყიდნენ, ეგ ხო არ არის ნახევრად ხუმრობით ნათქვამი. ესეც როგორ თქვეს, იცი აი ტაკერ კარლსონმა თქვა. ტაკერ კარლსონმა ისიც თქვა რომ ბაიდენი პუტინის მოკლას აპირებდა, ესეც თქვა. ხო, ერთი წუთით უკრაინელებმა ამერიკელი ჟურნალისტი თქვეს რომ მოკლესო, ეგეც ხო ნახევრად ხუმრობით არ არის. სერიოზულად ნათქვამი. არ არის ჯერ ესე იგი როგორ გითხრა, აქვს ეს ფაქტები, მე ვარ გავახულო რა. კარგი, მოუწერს კი არა და ზელენსკი ხელს ყველაფერზე. ეხლა გამზადებული პასტით ჩადის. ინო ჯანგირაშვილი გავხსნა.
აბა ეს ხელისუფლება ყოველგვარი საზღვრიდან ყოველგვარი შეშია უკვე ხო გადასული. შესაბამისად ამ მედიაზეც ეს ცალ-ცალ ლაპარაკს აზრი არ აქვს. მე ამიტომ საერთოდ არ ლაპარაკობ იმ შინაარსობრივ ცვლილებებზე, რაც შეიტანეს, რომ აი ბექაურმა უნდა გაარკვიოს ვინ არის ობიექტური და ვინ არა და მე დაგვაჯარიმოს და BBC სტანდარტებში უნდა ჩაქვსვან თურმე. ძალიან დიდი ინტერესით ველოდები როგორ ჩასვავს შავლვა რამიშვილს და მაგდა ანიკაშვილს BBC სტანდარტებში. შესაბამისად მე ამას სერიოზულად არ უყურებ. უკვე ჩვენ მათ გვაქციეს მებრძოლებად, ხო ჯარისკაცებად გვაქციეს და რაღაც პარაჯები ჩაგვაწვეს და. ხო, მე გავაკეთებ კომენტარს, რამდენად მე ვიცი fake news-ების საწინააღმდეგო არის ეს კანონი. ანუ გამოხატვას კი არ გძალავს, თუნდაც კაცრი ფორმით, იმიტომ რომ იგივე დასავლეთში არიან ძალიან მიკერძოებული პოზიციის მქონე ჟურნალისტები, რომლებიც მაუწყებლობენ, ხო? Fox News-იც ასეთია თავიდან ბოლომდე. Fake news-ების წინააღმდეგ არის მიმართული და რა ვიცი, არც მაგდა ანიკაშვილი და არც მე fake news-ების გავრცელებით არ გამოვირჩევთ. ჯანგოსთვის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მის ტელევიზიაში ისეთი ანტისანიტარია და იმდენად რეტროგრადული ტექნიკა არის, რომ მაგ კრიტერიუმებში ვერ ჩაჯდება და მაგის გამო მოუწევს გადასხვაფერება და ეგადარდებს და რა ის შინაარსობრივად რას ლაპარაკებს აკუბარდიან თვითონ ამ შემთხვევაში. ხო, არა, აგერ კიდე მერაბ მეტრეველი ალბათ იცით ესეთი ადამიანი, აი ის გაუშვდა იგივე თემაზე საუბრობს. წარმოიდგინეთ, რასაპირებელო ტიპები მიიღებენ კანონს, რომელიც თითქოს ფურცელზე იქნება რაღაც ამაზე ჩაწექციკებული, მაგრამ ეს კანონი გავრცელდება მარტო ჩვენზე და არ გავრცელდება სახელმწიფო არხებზე. ახლა ვიღაცა იკითხავს, ამას როგორ გააკეთებენ? ძალიან მარტივად. ჩვენ რო გვიჩივლებს ვიღაცა რაღაც რომელიღაცა მუხლის მიხედვით, ეს კახაბექაური და მარეგული კომისია და აკმაყოფილებს და იტყვის, რომ კი ბატონო, დაარღვეს და ოპოზიცია რო უჩივლებს იმედს მაგალითად რომ მე არ მიმიწვიეს და ბალანსი დაარღვესო, სადმე იმედზე არ ყოფილა ოპოზიცია, მე მგონი ბოლო არ ვიცი 6-7 წელი. ხო, იმაზე იტყვის რომ რა ვიცი, ან არ განიხილავს თაროზე შემოდებს რაღაცას იზამს. მოკლედ, ანუ ამ ასე ეს არის გზა იმისთვის, რომ კანონი გაავრცელო რაღაც ნაწილზე მეტი და მიშა მაგდებელია, ხო? ბატონო? ის მიშას ფანატიკალი იყო. კი, ანდეიშვილი. მეგობრებო, აი კიდევ ერთი მცდელობა ფეიკისა. ანუ კანონი იმაზე კი არ არის, რომ ბალანსი უნდა იყოს და თუ მოიწვევ ერთი პარტიის წარმომადგენელს, იქვე მეორე პარტიის წარმომადგენელს. კიდევ ერთხელ ეს არის fake news-ის წინააღმდეგი კანონი, ეს არის კანონი, რომელიც ტელემედია ცილისწამების წინააღმდეგ არის და ბუნებრივია, როცა ისეთი არხები, როგორცაც ჩვენ ახლა უყურებთ თუნდაც და ასე შემდეგ, მამალ ტყუილებს ავრცელებენ, ბუნებრივია, რაღაცა რეაგირება სახელმწიფოს და ქონდეს ზუსტად ისე, როგორც ექნებოდა ცივილიზებულ ევროპულ ქვეყნებში. ნუ ეს პანიკაშია ეს მთელი მედია სივრცე ამათი, იმიტომ რომ თავარი იცით რომ ალბათ დაიხურა, შეამჩნიეთ? არა. ვერ შეგიმჩნიეთ. არც უყურებდი რა, შევამჩნიეთ. ხო, აღარ არის თავარი. ფორმულა არის ლემოხთ. კუდებოდა აქეთ მიშა მშულდაძე თანხების მობილიზაცია. ანუ ფორმულა კუდებოდა, მაგრამ აგონია, ხო, აგონია და შანტაჟით, თხოვნით, წევლით და შანტაჟით, გეაჯებით, წევლით განსაკუთრებით. ხო და ნუ აი ეს არის რა. მოდი ხა ლევან ხაბეიშვილი არ ჩანდა. ვა, პიტაგანტროპი. მაგრამ არ გვიდა არა რა. არ გვიდა. ალბათ ნოდარ მელაძე. ნოდარ მელაძე. რამდენხანია? რას არ გამოჩენია. შემიძლია პირველ შემთხვევაში ვილაპარაკო. უცხოელი დონორების მონაწილეობა პირველ შემთხვევაში არის ძალიან მინიმალური, აი უკიდურესად უმნიშვნელო, შეგვიძლია პირდაპირ თქვათ და ძირითადად შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის გრანტით. და მინდა ავხსნე კონკრეტულად რაზე არის საუბარი. მაგალითად, როდესაც ხელისუფლების ზონდერ ჯაჭვგუფებები თალეწავენ საპროტესტო აქციის დროს ტელევიზიის სამაუწყებლო აპარატურას, პირდაპირ ჩართვის აპარატებს, კამერებს, მიკროფონებს, ანუ გააცამთავრებენ ტექნიკურ აღჭურვილობას. არა, მე მაინტერესებს. ტელევიზია ფიზიკურად გასაგებია რა სწავლობს. აი ამ შემთხვევაში შესაძლოა დაზიანებული და დალეწილი აპარატურის რაღაცა მცირე ნაწილის შეძენაში მე შემიძლია პოზიტივის სახელით გითხრათ, რომ აპარატურა უზიანდება არა მარტო ოპოარხებს, არამედ ძალიან ბევრ აქციაზე დაზიანებულა ჩვენი კამერაც რა. ეხლა რაც შეეხება რაზე არის ატეხილი ამბავი. ეთყობა ამ კანონის მართლაც ეშინია ჩემი აზრით, ეს კანონი, რომელიც ძალიან ბევრ კანონს პაკეტია. არც ერთ მედია სტანდარტს, არც ერთ ევროპულ მედია სტანდარტს, თუნდაც ამერიკულს,
ეს არხები არაკმაყოფილებენ კი არა ფეხქვეშ თელავენ და შესაბამისად თუ რაღაც მედია სტანდარტს ხელისუფლება მიიღებს ამის რეგულაცია და აღსრულება მოხდება, აბა დედა ნატირებით როგორ შეიძლება არეშინოთ? მე ხა უფრო მაგარ თემას გეტყვით, თუ არ გინდათ ამ თემაზე ძალიან. კი ბატონო. კაროჩ სააკაშვილმა დაწერა ეხლა ხან სტატუსი უკრაინულად შესაბამისად translate-ით იმას შვები რა რომ შედგაო ამ იმაზე რა ქვია. იშვიათ მეტალებზე ამერიკასა და უკრაინას შორის გარიგება. მე რა ხო და აი რა შეიძლება თქვას? მე თო დალოცე არა, მე ვიქნები მე მედიატორიო რა. გამომისაკითხს მე დიდხანს ვიკვლევდიო. და თემა მინერალების და მეტალების საკითხს დიდხანს ვიკვლევდიო და მაგრა ვიციო ეგ თემაო და უკრაინა უკაცილებით უფრო მდიდარი იქნებაო ვიდრე ომამდე იყო. ნახე აუ მე მგონი როდიდან იკლებს? იცი როდიდან იკლებს? შეიძლება ამის ზღაპარი რო არის, ხო იცი? მეფეს რო ერთი თვალი არ აქვს და ისე რომ უნდა დახატოს მხატვარმა რომ არც ერთი თვალი გამოუჩნდეს და ვითომ რომ სინჯავს იარახს რა და ეს თვალი რომ მოჭოთ. აი ეგეთი ფანდი გააკეთ. ამ უკრაინა ხო ძალიან გამდიდრდება, ამიტომ ამერიკის საქციელი ძალიან მაგარია. ოღონდ ამაზე არ თქვა. სანამ გარიგება არ შედგა, ამაზე არ ამბობდა არა. სწავლობდი ამ საკითხს, ანუ იმენა სერიოზული ცოდნა მაქვს ამაზე, რჩეულად გამომგებია. მონაწილეობას არის ბიჭებო, რომ დაურეკა რაღაცნაირად ციხიდან ხო შეიძლება დაარეკვა. დაურეკა ტრამპს და უთქა რომ მეო თანახმავარო. აცადე ზელენსკისო. მე მგონი რომ თანახმავარო, პრინციპში ზელენსკის უთხარიო და შენცო მე ძალიან კარგი ზელკარიო რა. ჩემ პოზიცია თუ გაინტერესებს, მე მზად ვარ. გაინტერესებს. მე მზად ვარ რომ ხელისუფლება რონალდო ხო გახსოვს მე როგორც გირჩევ პრეზიდენტი იყარეო. ეგრე აღიხდა ყველაფერი ხო სწორი გირჩევიო და ეხა ამას გირჩევ და მომისმინეო. ისე მედიას რომ მიუგებდათ ერთი კომენტარის გაკეთება მინდა. ესე იგი რუსეთში ლიბერალები ამბობენ რომ არსებობს მთელი რიგი საკანონმდებლო ბაზა იმისა რომ გარკვეული ცენზურა არსებობდეს სოციალურ ქსელებში და ვთქვათ ავტორიტეტული ინსტიტუციები იქ რაც არის იმის კრიტიკისთვის იმის გინების ადამიანებს იჭერენ და ასეთი რამოდენიმე 400-მდე кейსი აქვს მოყვანილი და ამის საპირწონედ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ კი არა და მოვიყვანოთ მაგალითი დიდი ბრიტანეთიდან სადაც თუ იცით რამდენი ადამიანია დაკავებული ოღონდ სისხლის სამართლის დანაშაულებით დაპატიმრებული პოსტჩვეულებრივი პოსტების გამო ოღონდ ამ პოსტებში ერთი წუთით არ არის მოწოდება რამე ტერორისტული არ არის მოწოდება არ არის რაიმე კანონდარღვევის მოწოდება რომ აი დავაყაჩაღოთ რამე ჩვეულებრივი პოლიტიკური აზრის დაფიქსირების გამო რუსეთში თუ არის 400-დან 600-მდე кейსი ესეთი 1800-ია არა 13000-მდე არის ეს და მაგალითად ტელეგრამ ჯგუფები და ასე შემდეგ სადაც ხდება დაორგანიზება ან far right ჯგუფების არაძალადობრივი ჯგუფებს გულისხმობ, სადაც კონსერვატიული დისკურსი, სადაც ხდება აი ამ ვთქვათ პოლიტკორექტულობის კრიტიკა, მე ვიცი რომ რაღაც საუბარი იყო პაბებში, აი იმიტომ რომ პაბი ხო თავის თავში მასკულინური კულტურაა, სადაც თვრალი კაცები იკრიბებიან და იქ მეტად ლახავენ პოლიტკორექტულობას. ანუ კონტროლი იქაც იქ მეტად ილახება პოლიტკორექტულობა კაცების ღრეობაში და იმის დარეგულირებაც უნდა და მეტი ტოტალიტარიზმი რა გინდა და მეტი სულში შეძრომა. რა თქმა უნდა, რა რუსეთი და რა ის უნდა მოიტანო. და ვიცე-პრეზიდენტმა ძალიან კარგად მიუთითა ევროპას თუ რა დღეშია სიტყვის თავისუფლება და მე მახსოვს ბრიტანეთში კონსერვატორი ქალი უბრალოდ იდგა სამშობიაროს წინ. კი. უბრალოდ იდგა. რომელიც აბორტს კი არ აპროტესტებს, შეიძლება ვაპროტესტებდეთ და შეიძლება არა და წაიყვანა პოლიცია. საერთოდ პლაკატი არ ეჭირა, ვიდეო მაქვს ნახე, პლაკატი არ ეჭირა, უბრალოდ მოშორებით ტროტუარზე იდგა და დაიჭირეს და წაიყვანეს. ნათია მეზრიშვილი გაუშვო, ძალიან ჭკვიანი ქალია, აბა. ჩვენ რაღაცა ილუზია არ უნდა გქონდეს იმისი, რომ ხვალ გავიღვიძებთ და ერთხელ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ აი ახლა ივანიშვილი ხომ შეიძლება ნერვები უნდა გვეყოს რაც თავარია ტრამპთან დალაგების მომენტი. მე არ ვფიქრობ, რომ ტრამპთან მაშინ როცა გეოპოლიტიკა იცვლება, турბულენტური არის გარემო, ეს ივანიშვილის ამოცანას ხომ არ ამარტივებს. ისიც რა მე არ ვფიქრობ, რომ ტრამპთან დალაგდება ივანიშვილი, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა არ არის მხოლოდ ტრამპი, ხო? იქ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი
მოქმედებს და გარდა იმისა, რა განცხადებებიც ტრამპის მხრიდან კეთდება, მიუხედავად იმისა, რომ ოცნება ცდილობს რაღაცნაირად გამოიყენოს ეს, მე არ ვფიქრობ, რომ ტრამპს თავისი პოლიტიკა აქვს მოკლედ. გავაჩეროთ. ბაჩო, ამაზე კარგი და მაღალი კლასის არგუმენტაცია მოგისმენია? ყველა არგუმენტი რა იყო ნახე შალვა? მე არ ვფიქრობ და მე არ ვფიქრობ. და რატო? იმიტომ რომ ტრამპის გარდა კიდე ვიღაცებიც არის. რაღაცა იქა 2007-ში თუ 2008-ში. ტრამპის განცხადებას გავუშვებ ცინცხალს ევროკავშირზე შობლიური ენაზე რო საუბრობს, გავუშვათ ახლა აბა. The European Union's it was formed in order to screw the United States. I mean, let's be honest. The European Union was formed in order to screw the United States. That's the purpose of it. ხოდა ვიტარგვით რომ ევროკავშირი ამერიკელების დასაგოიმებლად შეიქმნა, დასაგოიმებლად, მაგრამ მე ვარ პრეზიდენტი. ანუ ეს დაკავშირება რა მიმართება, ხო? ძიმე კონოტაციას. არ მინდოდა ეგ მეთქვა. ხო და ეს არის დამოკიდებულება ევროპისადმი ამერიკის პრეზიდენტის და ანუ არ ფიქრობს, უბრალოდ ის არ ფიქრობს. და ამით ირიბად ბრიტანეთსაც ურტყავს. ხო, ბრიტანეთის პრემიერი არის ახლა ჩასული, შეხვედრა აქვს ტრამპთან და ნახოთ რას მოიბაზრებენ. ბრიტანეთი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოკავშირე ზელენსკის, როგორც ყოველთვის ბრიტანეთი სხვისი ხელით ურევს შხამს და მერე რაღაც ხერის მიღება უნდა. მე მგონი რომ რაც ლაპარაკა იმ თათბირზე ტრამპმა ძალიან მაგარი რაღაცები თქვა ილონ მასკმა თქვა რომ ჩვენო თლიანად კომპიუტერულ ბაზას და ტექნოლოგიებს ანახლებენ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ფუცლებით არის იქ აწყობილი სახელმწიფო წარმოება. და ილონ მასკმა თქვა რომ ჩვენო ჩინეთთანაც უნდა ვიმეგობროთ, ტრამპმა თქვა ჩინეთთანაც უნდა ვიმეგობროთო, რუსეთთანაც უნდა ვიმეგობროთო და ვივაჭროთო და ჩინელებს უთხარი ირანთანაც ხო რამე. ირანთან არ თქვავს, მაგრამ ეგ ილონ მასკმა თქვა მანამდე რომ ინვესტირებისთვის საინტერესო ოღონდ იარაღი არ უნდა გააკეთოს ირანს. რომ ეს ისრაელის ლობისტია ხო ძალიან დიდი. კი, ეს ჩვენი ტრამპი და უბრალოდ ირანში ისე ეგეც სამართლიანობისთვის უნდა ითქვას რომ იარაღის გაკეთება ამერიკელების ხელით დაიწყეს. ბუშერის რეაქტორი. მე უბრალოდ მინდა ითხრათ დაიწყო და ტრამპის იდეოლოგია არის შემდეგი რომ ფულს სუნი არ აქვს. ოღონდ ეს ამერიკაში უნდა მოდიოდეს ეს ფული. ანუ თუ 5 მილიონი ოქროს კარტა, გრინ კარტის 5 მილიონი და ვინც კიდე იხარა, რომელიც აქ გარკვეულ ევროპულ ქვეყნებს, ლათინურ ამერიკას. ბევრი პირობა აქვს, თუნდაც ჩადო ეკონომიკაში, პორტუგალიას აქვს, იტალიას აქვს. რუს ოლიგარქებზე გაიდიცო და კიო კაცო მე ვიცნობ რამდენიმე რუს ოლიგარქი. და ძალიან კარგი ხალხია. ხო და ანუ ტრამპის სამყარო არის ესეთი, რომ მოიტანეთ დააბანდეთ ფული ჩვენთან ჩადეთ ინვესტიციები და ჩინელი იყავ. ზედმეტ კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ ალბათ ბევრი ნახავ და გაზაზე ვიდეოს. ო, ეს ძალიან კარგი ვიდეო. ნუ აი. მეტი რა თქოს, ხო? კი ბატონო. და ისე სხვა შორის 5 მილიონი ყველაზე ძვირი არის Gold Visa-სთვის, იმიტომ რომ თუ არ ვწდები მალტას აქვს ეგ, რაღაც ქვეყნებს აქვს $250,000 ზოგი არის. ეს იტალიას მილიონამდეც არის თუ სხვადასხვა რაღაცა ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აქ უბრალოდ და გადაიხადო ინვესტიციას ახლა. არა, ან იმაში შეხვიდე რაღაცა ტექნოლოგიებში გამწვანება, ან რაღაც ნარჩენების გადამუშავება და მილიონს არ ვიცი, მაქსიმუმ 2 მილიონი, ნუ ესპანეთსაც აქვს არ ცდება 5 მილიონი, აი, ონ პირდაპირ ყიდეს, აი ინდულგენცია არა, აი გადარიცხავ და მოგდის. ხო რა. ბიჭებო, სექტანტობის და ფეტიშიზმის ახალი ხატმწერი ვიდეო გინდათ განახოთ? აბა, რაღაცა აბა, ჩავთოთ გახარიას გოგო რა. არ გახარიას ჩვენ ხო სულ кайფობდით, რა პაროდისტები ყავს და რაღაცა სხვა ლეველზე ავიდა. აი, ეს ხმას რო. უგრე. მეს იმას ხო არ ნიშნავს რომ ხო მაინც უნდა ჩაბეხუტო ვიღაცას რა. არა მაქვს მე ჩემი ჰიგიენა მაქვს ბოდიშით რა. და ამ ჰიგიენით ვაპირებ მომავალში ცხოვრებას და ვიღაცას თუ არ მოწონს, ეს მისი პრობლემა. ბიჭო, რატო აფეტიშებენ გახარიაზე? არა, ეს გახარისტია და. ეს გახაბიტი. გახაბიტი. არა რა ტრენდი ბიჭო ამან ჩაწერა. გახაბიტი. ხო, გახაბიტი. გახარიას ფოტოს ქვეშ ზის, გახარიას სიტყვებზე აყოლებს პირზმა, ანუ და ამას უნდა რომ ხელისუფლებას წარმოადგენს. და იმაზე რომ გააკეთოს იმის ხმა რომ გაიმეოროს ეს თუ სოციალურებთან არ გადავაგზავნა. ბავშვი. არა. მე
ეს რა თქმა უნდა არის TikTok-ში. მემებად ქცეულ ვიდეოებს აგზავნიან, ადებენ ლიფსინგს აყოლებენ, მაგრამ გახარია სამ ვიდეოში რა არის? აი მემად გადაიქცე ეს ხმა? ჩუპირა ჰიგიენა მაქო, რა პოლიტიკური ჰიგიენა. ხო, მერტმა არც ნაცებს გავეკარებიო და ღმერთმა შეუნდო სამხალხს, მათ გადასაწყვეტია შემდეგი საკითხი, მაისამდე შედიან თუ არა. აი გад თავარი საკითხი, ჩემი არის. შევლიან თუ არ შევლიან. დიდი მადლობა მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია, ხუთშაბათის სამი დაკო დასრულებულია, გუშინ არნახული რეიტინგი მოვიდა და ზოგადად კარგად გვიყურებთ და დიდი მადლობა ამისთვის, ჩვენ ორ შაბათს შევხვდებით. მადლობა ყურადღებისთვის. კარგი უქმეები.